ჩვენ არაერთხელ გვითქვას, რომ ბიბლიაში გადმოცემული ამბები მრავალწახნაგოვანია თავიანთი მნიშვნელობით, რომ მათი გაგება შეიძლება პირდაპირ და სიმბოლური მნიშვნელობითაც. არ არის დამალული, რომელი არა გამჟღავდეს. ესეც სახარებისეული სიტყვებია და ეს აზრი დღეს გამოხატულებას პოულობს ჩვენს ყოველდღიურობაში. თანამედროვეობამ მერჯერ მოგვაწოდა ამ სიტყვებზე დასტური სხვადასხვა ჩვენი თვალისთვის დასანახი და ხელშესახები ნივთიერი მოწყობებით. განა ამის დასტური არ არის ის, რომ რაც ადრე მხოლოდ თქმულება და ლეგენდა გვეგონა, დღეს კონკრეტულად ჩვენს თვალწინ იხსნება. განა ამაზე არ მეტყველებენ ქრისტიანული სიწმინდეები. ქრისტეს ჯვარცმა ლეგენდაა, მას რაზე მეტყველებს უფლის გვირგვინი, რომელიც დღეს პარიზის ღვთისმშობლის სახელობის, ანუ ეგრეთ წოდებულ ნოტრ-დამის ტაძარშია დასვენებული და რომლის წინაშეც ყოველი კვირის მე-6 დღეს, ანუ პარასკევს, სწორედ უფლის ჯვარცმის დღეს, რომ აღესრულება პარაკლისები. ასეთივე თვალსაჩინო მაგალითია გერმანულ ქალაქ პრიუმში დაცული უდიდესი სიწმინდე უფლის სანდლები. დავინმოთვლის კიდევ რამდენი რამ, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ ქრისტესობასთან დაკავშირებული სიწმინდეები. ბიბლიური ისტორიის ცენტრს, რომელზეც ყველა ისტორიული გზა გადის და რომლიდანაც ისინი მომავალში გადაედინებიან, წარმოადგენს ქრისტეს შობა და ის ადგილი, სადაც ხორციელად მოხდა ადამიანური მოდგმის ხსნის, მთელი ისტორიის საწყისისა და სასრულის, ალფა და ომეგას შობა. არც ისე დიდი ხანია, რაც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ქართველები ასე ეგებებიან ქრისტეს შობას. ღამით, ყველა ოჯახის ფანჯრიდან ბრწყინავს ანთებული სანთელი და თავისთან ეპატიჟება ქრისტეს. და ეს ხდება იმ იუდეველთაგან განსხვავებით, რომლებშიც არც ერთი ადამიანი არ მოიძებნა, ახალშობილი იესო რომ შეეფარებინა ჭერქვეში, უფრო მეტიც, მათ ვერც კი შენიშნეს მისი მოვლინება ამ ქვეყნად. ადამიანთაგან განსხვავებით ბუნება ნამდვილად არ დარჩენილა გულგრილი ქრისტეს შობის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენისადმი. ამის აღსანიშნავად ცაზე აღმოფრწყინდა უჩვეულო ვარსკვლავი, რომელმაც მაშინვე მიიპყრო შორეულ ქვეყანაში მოგვი ვარსკვლავთმირცხველების ყურადღება. ისინი ამ ვარსკვლავის საკრალურ მნიშვნელობასაც კი ჩასწვნენ და იმთავითვე გულისხმავხვეს, რომ ვარსკვლავი მათ აუწყებდა უდიდესი იუდეველი მეფის შობას. მათ ისიც გულისხმავხვეს, რომ კაცობრიობის ისტორიაში დგებოდა ახალი ეპოქა. ქვეყნის ფერისცვალების ეპოქა. ამაში დარწმუნებულნი 2 წლის მგზავრობით დამტვერილი ტანსაცმლით, გახარებულები შევიდნენ ბეთლემის მღვიმეში, სადაც იხილეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით, ყვანისცეს მას და გახსნეს თავიანთი საგანძური. მიართვეს მას ძღვენი, ოქრო, საკმეველი და მური. ოქრო როგორც მეფეს, საკმეველი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს, რომელიც უნდა მომკვდარიყო. გადმოცემამ შემოგვინახა მათი სახელები: ბალთაზარი, გასპარი და მელქიორი. ყველაზე გასაოცარი ჩვენთვის კი ისაა, რომ ეს ძღვენი უკლებლივაა შემონახული დღემდე. სიტყვა სასწაულში ჩვენ გულისხმობთ სიტყვებს მშვენიერს, უჩვეულოს, საოცარს. არსებობს სასწაულის აღმნიშვნელი სხვა სიტყვაც: ნიშანი. ამ ნიშანს დაჟინებით მოითხოვდნენ მაცხოვრისგან წიგნობრები და ფარისევლები. გაიხსენეთ უფლის მკაცრი უარი ამ მოთხოვნაზე. უკეთური და მემრო შემოდგმა სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას. მაშინ, როცა მაცხოვარმა ასე მკაცრად უარყო თავის თანამედროვე მწიგნობართა და ფარისეველთა მოთხოვნა სასწაულებზე, მას უხვად გადმოავლენდა უბრალო ადამიანებზე, უბადრუკებზე, ხატაკებზე, დამცირებულებსა და მწუხარებაში მყოფებზე. სასწაულები დღემდე არსებობენ. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვერ ვამჩნევთ ამას. ყოველდღიური საზრუნავი, მწუხარება, სიხარული, რომლითაც მოქსოვილია ჩვენი ცხოვრება, ხელს გვიშლის დავინახოთ ამ ბადაზე ღვთის მიერ ჩვენთვის ამოქარგული ჩუქურთმები. მაგრამ როცა ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა ეს საბურველი იხსნება, მაშინ კი გამოანათებს ხოლმე შემოქმედის ბრწყინვალებით დაბრმავებულთათვის მისი წყალობა. თუმცა ყველას მაინც არ შეუძლია ამის ჭრედა. არსებობენ ისეთებიც, რომელთაც კი იხილეს სასწაული, მაგრამ იგი მათ მეხსიერებას დიდხანს არ შემორჩა. ასეთებისთვის კი მოწყალე ღმერთს შემონახული აქვს სწორედ ისეთი უდიდესი სიწმინდეები, რომელთანაც მიახლებაც კი ადამიანის სულიერ ფერისცვალებას იწვევს. ასეთ სიწმინდეს წარმოადგენს მოგვებისგან ქრისტესთვის მიძღვნილი,
ზემოთ აღნიშნული ძღვენი, რომელიც დღემდეა შემონახული. იგი მოგვების გამგზავრების შემდეგ ღვთისმშობელმა საგულდაგულოდ შეინახა და მხოლოდ თავის მიძინებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გადასცა იერუსალიმის ეკლესიას. შემდგომში ძღვენი იმპერატორმა არკადიმ იმპერიის ახალი დედაქალაქის კურთხევისას კონსტანტინეპოლში დააბრძანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობისას კი ძღვენი ნიკეაში გადმოიტანეს. მაგრამ 60 წლის შემდეგ, როცა კონსტანტინეპოლიდან მტერი განიდევნა, იგი კვლავ ამ ქალაქში გადმოაბრძანეს. ბიზანტიის დამხობის შემდეგ სერბეთის დედოფალმა მარიამ ეს ძღვენი წმინდა ათონზე, პავლე მოციქულის სახელობის ტაძარში ჩაიტანა, სადაც დღემდე ინახება. მური დღესაც საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევს. როცა იგი მომლოცველებთან გამოაქვთ, მისი კეთილსურნელებით მთელი ტაძარი ივსება და მთაწმინდელი ბერმონაზვნები ყვებიან უამრავ შემთხვევას, როცა ამ სურნელებით ბოროტის სულებისგან შეპყრობილი ბევრი ადამიანი განკურნებულა. მოგვებისგან მირთმეული ოქრო 28 სხვადასხვა ფორმის ფირფიტისგან შედგება. საკმეველი და მური კი 70 ბურთულისგან შედგება. გადავინაცვლოთ ფრანგულ ქალაქ შარტრში, სადაც დაცულია მანდილი, რომელიც თავზე ეხურა ღვთისმშობელს ქრისტეს შობისას. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა იგი ამ ქალაქში. ამ ისტორიას დასაბამი დაედო მე-6 საუკუნიდან, როცა ახალგაზრდა პატრიციებმა, ძმებმა, გალვინმა და კანტიტმა გადაწყვიტეს ემოგზავრათ წმინდა მიწაზე. იერუსალიმში მისვლისთანავე მათ იწყეს ღამის გასათევის ძებნა. იმ დროისთვის იერუსალიმში ჯერ კიდევ არ არსებობდა სასტუმროები, მაგრამ იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც თავიანთ სახს უთხოვდნენ წმინდა მიწაზე ჩამოსულ მგზავრებს და მათთვის პასპირტობას არ იშურებდნენ. სწორედ ამგვარ ადამიანებთან აღმოჩნდნენ ძმები. სახში შესულების ყურადღება მიიპყრო კიდობანმა, რომელიც თვალსაჩინო ადგილას იდგა, ანთებული სანთლებით გარშემორტყმული. დიასახლის არ დაუმალავს მათთვის, რომ კიდობაში ინახებოდა ღვთისმშობლის ის მანდილი, რომელიც მას ეხურა ქრისტეს შობისას, და რომ ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ეს სიწმინდე მემკვიდრეობით გადაეცემა მისი მოდგმის ახალ და ახალ თაობებს. ილით მგზავრები ადრეანად გაეშურდნენ წმინდა ადგილების მოსალოცად, მაგრამ მათ მოსვენება დაუკარგა ასეთი დიდი სიწმინდის ამ ოჯახში არსებობამ. მაშინ გადაწყვიტეს გაეკეთებინათ მსგავსი კიდობანი და უკანა გზაზე ჩუმად შეეცვალათ იგი. უკან მობრუნებულებმა კვლავ იმ სახლს მიაშურეს ღამის გასათევად. კეთილი დიასახლისი კვლავ გულღიად შეეგება მათ და არაფერი მოაკლო. გვიან, როცა მასპინძლები ძილს მიეცნენ, ძმებმა ჩუმად შეცვალეს კიდობანი და ხელს გააყოლეს იგი კონსტანტინეპოლისკენ. ძნელია იმის გამოცნობა, რატომ მოიქცნენ ძმები ასე. იმ სურვილის გამო, რომ დაუფლებოდნენ სიწმინდეს, თუ ამ სიწმინდის ძალით სხვებზე მოეპოვებინათ უპირატესობა. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ასეთი სიწმინდე შეუძლებელი იყო შეუმჩნეველი დარჩენილიყო კონსტანტინეპოლში. მალე ამის შესახებ ცნობილი გახდა იმპერატორისა და პატრიარქისთვისაც. ეს კი აი ასე მოხდა. კონსტანტინეპოლში ჩასვლისთანავე ძმათაგან ერთ-ერთი სერიოზულად დასნეულდა. იგი მაშინვე მიხვდა, რატომ დაემართა ეს და თავისი ცოდვა გულწრფელად მოინანია პატრიარქთან. აღსარების შემდეგ კი ემთხვია სიწმინდე სავედრებელი სიტყვებით ღვთისმშობლისადმი. ლოცვის შემდეგ ყმაწვილი მართლაც სავსებით განიკურნა. აი ასე აღმოჩნდა მანდილი ბიზანტიის იმპერიაში. მე-9 საუკუნეში ევროპაში ცხოვრება არც ისე მშვიდი იყო. ნორმანები საშინელი ძალის მქონენი იყვნენ. სროლისას სიზუსტი და ცხენოსნობისას კარგი მხედრობით გამოირჩეოდნენ. ხვლით ხელში სიკვდილი მათთვის საამაყოც კი იყო და ამიტომ არაფერს არ უშინდებოდნენ. ქალაქი რამდენჯერმე გახდა ნორმანთა თავდასხმის ობიექტი. აქ მართლაც ბევრი რამ იყო მტრისათვის მიმზიდველი. ქალაქი ხომ ძალიან დიდ სიმდიდრეს ფლობდა. მე-8 საუკუნეში შარტრში აიგო რამდენიმე ქრისტიანული ტაძარი, რომელთაგან უმთავრესი, რასაკვირველია, კათედრალური ტაძარია. ერთ-ერთი თავდასხმისას 876 წელს ნორმანებმა არამარტო დაწვეს ეს ტაძარი, არამედ მოკლეს მისი ეპისკოპოსიც. ამის გამო შარტრის მცხოვრებლებმა მიმართეს მეფე ლუის კარლოს დიდის შვილიშვილს თხოვნით, დაეცვა და მხარი დაეჭირა მათთვის. მაგრამ იმის იმედი სულაც არ არსებობდა, რომ მეფე შეძლებდა მათ დაცვას იარაღით. ამიტომაც მათ ითხოვეს მისგან ის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ინახებოდა ქალაქ არჟანტოს მონასტერში. ეს გახდათ ღვთისმშობლის მანდილი. მათ წამდათ, რომ თუ ეს სიწმინდე მათთან იქნებოდა, ღვთისმშობელი დაიცავდა ქალაქს მტრებისაგან. მეფე დათანხმდა მათ ამ თხოვნას და გადმოაბრძანეს ღვთისმშობლის მანდილი ქალაქში. 911 წელს ამ კედლებს მოადგა ნორმანთა დიდი რაზმი, ეგრეთ წოდებული ქროლფეხოსანის წინამძღოლობით. მას ეს სახელი შეარქვეს იმის გამო, რომ ვერცერთი ცხენი ვერ ზიდავდა მის სორბას სხეულს და ისიც იძულებული იყო ფეხით ევლო.
მის ზალაზე საშინელ ამბებს ყვებოდნენ. ამიტომაც მოიცვა ცხოვრებლები პანიკამ. ეპისკოპოსი მოუწოდებდა ხალხს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, თავად კი გულითადად ლოცულობდა ზეციური ფარველის საფარველის წინ. მოქალაქეების დაუდგნენ მას გვერდით და ერთად იწყეს ლოცვა. გამოაგზავნეს ყოვლადწმინდა ქალწულის მანდილი და შემოუარეს ქალაქის კედლებს. სწორედ აქ მოხდა ენით აღუწერილი რამ. მოულოდნელად ნორმანებმა იწყეს უკან დახევა. კლორ ფეხოსანი შემდეგ ხშირად ყვებოდა. როგორ იხილა მისმა ჯარმა მასთან ერთად ქალაქის კედლების მაღლა ნათელმოსილი დედოფალი. ამ სანახაობამ შეაშინა ბარბაროსები. ამ ისტორიას გაგრძელებას მოჰყვა. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ნორმანთა საშინელი წინაბრძოლი მოინათლა. მან აღიარა თავი ფრანგების მეფის ვასალად და მიიღო კიდეც მფლობელობაში ვრცელი ტერიტორია სენის სანაპიროზე. ასე დაედო საფუძველი თანამედროვე ნორმანდიას. ასე მოიქცა ევროპის კიდევ ერთი წარმართი ხალხი ქრისტიანობისკენ. ქროლ ფეხოსანის ნათლობის ამბავი შარტრის ტაძრის მატიანიშია ჩაწერილი და ეს ერთ-ერთი იმ სასწაულთაგანია, რომელიც მოახდინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანდილმა. 1194 წელს ტაძარს მეხი დაეცა. მისი კედლები ცეცხლმა მოიცვა. მაშინ ხომ ხისგან აგებდნენ ეკლესიებსაც და სახლებსაც, ამიტომ ცეცხლი სწრაფად მოედო მთელ ქალაქს. მაცხოვრებლები სასოწარკვეთილი შეცქეროდნენ, როგორ თქავდა ნელ-ნელა ხანძარი ტაძარს. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ იქ იმყოფებოდა ღვთისმშობლის მანდილი. 3 დღე მძვინვარებდა ცეცხლი. როცა იგი მინელდა, ხალხმა იხილა 3 სასულიერო პირი, რომლებიც კვამლიდან უნებელად გამოვიდნენ. მათ თავი ხანძრისას სიწმინდესთან ერთად ღრმა ჭისთვის შეუფარებიათ. იქ განაგრძობდნენ ლოცვას. ამიტომაც იყო, რომ მაღლა მძვინვარებდა ძლიერი ხანძარი, სიწმინდესა და მათ კი არც კი მიახლოებია. ქალაქის მცხოვრებლებმა მასში ამოიცნეს ღვთის განსაკუთრებული განგებულება. და ამის შემდეგ დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ახალი ტაძრის შენებას იმავე ადგილზე. 1792 წელს საფრანგეთს ახალი უბედურება დაატყდა თავს. ამჯერად უდიდესი რევოლუციის სახით. კვლავ სისხლის ნიაღვრები დადგა ქუჩებში. ხალხმა კვლავ იწყო ვედრება ღვთისმშობლისადმი იმ ადამიანებისთვის, რომლებთაც დაივიწყეს ღმერთი. 14 ოქტომბერს, როცა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის საფარველის დღეს, აქაც ტაძარში ტარდება მართლმადიდებლური ლიტურგია. და კიდევ ერთი. მე-20 საუკუნეში ამ მანდილისა და სხვა ქრისტიანულ სიწმინდეებზე დაიწყეს სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარება. მათ მიერ დადებულ დასკვნაში მერე შავით თეთრზე ჩაიწერა. კვლევისას არც ერთ ისეთი ფაქტი არ გამოვლენილა, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ღვთისმშობლს მართლაც ეს მანდილი ეხურა თავზე ქრისტეს შობისას. თუმცა მორწმუნეებს სულაც არ სჭირდებათ მეცნიერული კვლევების ჩატარება ადამიანისთვის დამახასიათებელი ეჭვების ლაბირინთებში გამოსავლელად. მათ უამისოდაც შეუძლიათ გზის გაკვლევა სულიერი ცენტრისკენ, ქრისტესკენ. ახლა კი კვლავ დაუბრუნდეთ აღმოსავლელ მოგვებს. ეს გერმანიის ქალაქი კიოლნია. ეს კი ტაძარი, რომელიც ამ ქალაქში სპეციალურად აიგო აღმოსავლელი მოგვების წმინდა ნაწილთა განსასვენებლად და დღეს ყველას, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი ეთქვიოს მათ წმინდა ნაწილებს, თავისუფლად შეუძლია მიბრძანდეს ამ ტაძარში და თაყვანისცეს მას. ტაძრის აგება ჯერ კიდევ 1248 წელს დაუწყიათ. მშენებლობა კარგა ხნის მერე უკვე გერმანიის მეორე იმპერიისას დასრულდა. როგორც ხედავთ, ტაძარი გოთიკური სტილით ნაგებია. გოთიკა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით რელიგიურ ხელოვნებას ნიშნავს. ამგვარი ნაგებობებით ადამიანები გადმოსცემდნენ თავიანთ სწრაფად ზეცისკენ. ეს იდეა ჩაედო კიოლნის ამ ტაძარშიც. ეს კი ტაძრის სამხრეთ კედელია. როგორც ხედავთ, იგი გამშვენებულია შესანიშნავი ვიტრაჟებით, რომელიც შეიქმნა ბავარიელი მეფის ლუდვიგის შემოწირულობებით. ტაძრის ცენტრალურ ფიგურას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წარმოადგენს. მის გვერდითაა განთავსებული მაცხოვრის შობის კადრებიც. აქ კი დასვენებულია, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აღმოსავლეთ მოგვთა წმინდა ნაწილები. ერთმა წმინდა მამამ თავის მოწაფეებს ერთხელ ასეთი საიდუმლო გაანდო. უფალი სულაც არ არის სამართლიანი. იგი ასეთი რომ იყოს, განა რომელიმე ჩვენგანი ღირსი გახდებოდა სულის ცხონებისა, მაგრამ ღმერთი მოწყალია და გვაძლევს საშუალებას ვიცხონოთ სული. მთელი სამყაროც, მთელი კაცობრიობაც დღემდე სწორედ მისი ამ გულმოწყალებით ცხოვრობს და საზრდოობს. ჭეშმარიტად დიდ ხარ შენ უფალო. ქრისტეს შობას გილოცავთ ყველას.